საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე პოპულარული მითებია ევროპული ღირებულებები ქართულ ტრადიციებთან და ცხოვრების წესთან შეუთავსებელია. ევროკავშირში გაწევრიანება მართლმადიდებლობას დაგვაკარგინებს. ევროკავშირი ოჯახურ ღირებულებებს ებრძვის. როგორც ცნობილია, ზოგადად ორი ღირებულება არსებობს: დასავლური და აღმოსავლური. ევროპა, სადაც დაბრუნება საქართველოს საუკუნოვანი იდეაა, მხოლოდ ტერიტორია არ არის. ევროპულ ცნობიერებაში და ღირებულებაში შედის ამერიკაც, კანადაც და ზოგადად ის სამყარო, რომელსაც ცივილიზებული ქვია და რომელიც საქართველოს და ქართული იდენტობის შემადგენელია. როგორ შეიძლება დასავლური ცივილიზაცია ჩვენთვის მიუღებელი იყოს, როდესაც ის ქრისტიანობაზეა დამყარებული? თუ რამეა საქართველოსთვის მიუღებელი არაბუნებრივი და თავსმოხვეული რუსული იმპერიული კომუნისტური, ათეისტული და ფსევდოქრისტიანულ მართლმადიდებლური აზროვნებაა. ევროპული ღირებულებები ქრისტიანულ ღირებულებებზეა დამყარებული. ევროპა და ევროპული ცნობიერება ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნიდან ჰქონდა. როდესაც ვამბობთ, რომ ევროპული ღირებულება შეუთავსებელია, აქ რა იგულისხმება? რა არის შეუთავსებელი? სამართლიანობა? რა თქმა უნდა არა. თანასწორობა? რა თქმა უნდა არა. თავისუფალი ადამიანი? ეს ის კითხვები, რაზეც ძირითადად პროპაგანდა აპელირებს. რომ ადამიანი არ უნდა იყოს ისეთი თავისუფალი, რომ მას ეკუთვნოდეს საკუთარი ცხოვრება. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის განმარტება. ღმერთმა უთხრა ადამიანს, ამას ნუ შეჭამოთ, თორემ სიკვდილით მოკვდებია, მაგრამ არა უკრძალავს შეხება. ანუ არ მოუკვეთავს არც ხელი, არც ფეხი. ის ხილი სინამდვილეში სხვა რამეს ნიშნავს, რომელსაც ადამი მიცუდა, მაგრამ ხელმისაწვდომი იყო. როდესაც ხელი გაიშვირა იქითევამ, ამას ღმერთი ხედავდა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია. ევროპაც ამას გეუბნება, ადამიანს აცადეთ ცხოვრება და მან თვითონ გადაწყვიტოს, მაგრამ ჩვენ შეჩეულები ვართ ასეთ ცხოვრებას, სადაც მეფეწყვეც როგორ უნდა იცხოვრო და რა უნდა გააკეთო. ისტორიის მანძილზე არ არსებობს არც ერთი შემთხვევა, როდესაც რომელიმე ევროპული სახელმწიფოსგან ან ერისგან ქართულ იდენტობას და რელიგიურ აღსარებლობას, ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობას პრობლემა შექმნოდა. ან შეექმნა საქართველოს ეკლესიას და ქართველის აღსარებლობას ისტორიულად მხოლოდ ერთმორწმუნე სტატუსის მატარებელი რუსეთი უქმნიდა და დღესაც უქმნის. ვერავინ დაასახელებს ერთ ექსპანსიას, შემოჭრას და დევნას ევროპული ქვეყნის მიერ. ერთადერთი ქვეყანა, რომლის ნაწილიც ევროპის კონტინენტზე არის, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და გამოირჩევა საქართველოს ეკლესიის და ჩვენი ძირითადი აღსარებლობის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, ეს რა თქმა უნდა რუსეთია. ჯერ რუსეთის цаრისტული იმპერია, შემდეგ საბჭოთა იმპერია და ახლა რუსეთის ფედერაცია ყველაფერთან ერთად ეკლესიას და რელიგიას ანადგურებს. როდესაც ევროპას, ევროპულ ცივილიზაციას და ევროკავშირს ცილს წამებს, რომ მათ სურს ქართველის რელიგიური გრძნობების და იდენტობის განადგურება, კარგად უნდა გავიხსენოთ ჯერ ევროპის, შემდეგ რუსეთის იმპერიის ისტორია. არსად არ ყოფილა ისეთი მძაფრი რელიგიური ომები, როგორც ევროპაში და სწორედ ამ რელიგიური ომებით აღრილმა ევროპამ მოიგონა დემოკრატია და ცხოვრების წესები. ურთიერთპატივისცემა, რომ რელიგიის გამო ერთმანეთი არ დაეხოცათ. ევროპაში ყველა რელიგია თავისუფალი გახადეს და ეს არის ცხოვრების საუკეთესო წესი, რომ შენი რელიგია იყოს შენი და არა სხვისთვის თავს მოსახვევი. ამიტომ მართლმადიდებლობა ყველაზე უკეთ იარსებებს დემოკრატიულ ევროპულ სივრცეში. რუსული იმპერია კი მართლმადიდებლობას ყოველთვის ტყვიით ანადგურებდა. იმპერიამ გააუქმა ქართული ეკლესია, დახურდა სასულიერო იერარქები. ისეთი გამანადგურებელი ზიანი მართლმადიდებლობისთვის არავის მიუყენებია, როგორც ეს რუსეთმა გააკეთა. არაერთი სასულიერო პირის და თეოლოგის განმარტებით, დღეს რუსეთს თავისებური მართლმადიდებლობა აქვს. ერთი შეხედვით სწავლება, დოგმატების სწორი აქვთ, მაგრამ ცხოვრების წესი და მიმართულება გამურდებული და არასწორი. თავს ჯვაროსნებად აცხადებენ. რეალურად კი უკრაინაში მართლმადიდებლების მკვლელობას აკურთხებენ და ამართლებენ. შედარებაც კი არ შეიძლება რუსული მართლმადიდებლობის და ევროპული დემოკრატიის ღირებულებების. ევროპული ცხოვრების მოდელი დღეს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ სწორედ ასეთ სივრცეშია დაცული ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება, განურჩევად ეროვნებისა და აღსარებლობის.